ეხა ფილმი არის ხო გამოსული პაისიზე და გენიალური, იდეალური, სულიერი თვალსაზრისით. ადამიანები უყურებენ და ვერ იგებენ. ვერ იგებენ. გონიათ რომ რაღაცა მკრეხელობაა. ამ დროს იქიდან მართლა მადლი იღვრება, რატომ არ ვიცით ღმერთმა ინება ესე და გააკეთა. დიდი წმინდა პორფირი კავსო-კავილელეს უდიდესი წმინდანი მე-20 საუკუნისა ამბობდა ხოლმე რომ რა დიდებული იქნება რომ მოხდეს წმინდანებზე ფილმების გადაღება რომ დაეხმაროს ფილმი რომ ვიზუალურადაც კი განიცადოს თუ ის კარგად გაკეთებულია წმინდანის ცხოვრება. რა ადამიანები არიან ვერ იგებენ. ვერ იგებენ და მორჩა. იოსებ ისიქასტი მაგალითად, ხო, ამხელა წმინდანია და უყურებდნენ და არა კაცო ეს ხილშია ამბობდა. იოსებ ისიქასტის მემკვიდრეები დღეს ცოცხლები არიან. ზოგი აღიქვავს და ზოგი ვერ აღიქვავს, უყურებენ და არა კაცო ეს რაღაც. ყველას არ სამწუხარო და თუ შენ შეგიძლია სიწმინდის აღქმა, ეს ნიშნავს რომ შენში სული წმინდის ნიჭია, რომელსაც აი პავლე მოციქული სულის წინც უწოდებს. როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, აი სულის წინდის დეფიციტი აქვს და ვერ ხვდება ვინ არის წმინდანი, რა არის კეთილი, ნაყოფი. საბოლოო ჯამში სადამდე მიდის, იცით? ეკლესია ახდენს კანონიზირებას, ვთქვათ წმინდა სოფრონ სახაროვი, ხო? ეკლესიამ კანონიზაცია მოახდინა. არიან ადამიანები, რომლებიც მაინც აკრიტიკებენ მას, მაინც. ეს საოცრება, ანუ ეკლესიისადმი ნდობაც არ აქვს და როცა არ ენდობი, ესე იგი შენში სულიწმინდის დეფიციტია.